სამხედრო იყო მამა ბატონო გურამ. რამდენად მკაცრი იყო, როგორი ურთიერთობა ჰქონდათ, როგორ გზდიდათ თქვენ და თქვენი ძმას? კი, მკაცრი იყო, დისციპლინის კაცი იყო, დისციპლინირებული. ხო, ადრე დგებოდა, მე მიმაჩვია ადრე ასევე ადგომასა და საქმეს ვაკეთებ ყოველთვის ადრე. თქვა წერ, ხო? 6-5 საათზე, 7 საათზე მინიმუმ მე ვიწყებ წერას. ხო, და მე მქონდა თავის დრო აქ უნდა ესე იგი საუზმაყოფილიყო, მეორე, მესამე, სტუმარი როგორ მიიღო ეს და მე უფროსი შვილი ვიყავი. მამაჩემს და დედაჩემს კიდევ ის ტრაგედია გამოვლილები იყვნენ, რომ მე მყავდა უფროსი ძმა, რომელიც 10 წლით იყო ჩემზე უფროსი. ხო, 1 წლისას შესრულდა და გარდაიცვალა. მეორე ძმა იყო 5 წლით უფროსი ჩემზე, ხო, 5-6. ხო და ისიც გარდაიცვალა ზუსტად 1 წელი შეუსრულდა რამდენიმე დღის შემდეგ. მე არ ვიცი ეს რა იყო, ჩვენ სასწავლე და მე დიდი ტკივილი ნახეს, განიცადეს მას და ბოლოს ომი რომ თავდებოდა მაშინ მეორე მსოფლიო მამაჩემი დაჭრეს უკვე მეორეჯერ მძიმედ. იყო ასეთი, ესე იგი ისიც პირდაპირ შტიკებით და იმით იყო ჩხუბი, ხელჩართულ სანგრის ბრძოლაში მოხდა და ესე იგი გაუყარეს აი ეს ხიშტი მას და გულს აცდა ოდნავ, რა ფილტვი დაუზიანა, გული წავიდა კიდე კარგი მაშინ რომ ესე იგი მათ ვერ გაიმარჯვეს თქვა და გერმანელებმა ფაშისტებმა, ხო და ჩვენებმა საბჭოთა კავშირის რომ გაიმარჯვა, მაშინ წაიყვანეს ჰოსპიტალში. მე თქვეს რომ ერთხელ სასტიკად დაიჭრა, ახლა მეორეჯერ და როცა უკვე გამოჯობინდა, თქვეს რომ მოდი კომისარიატების სისტემაში დაიწყოს მუშაობა და 1954 წელს გამოუშვეს აფხაზეთში. მე 51-ში მე დავიბადე, ხო და უფროსი მე გავხდი უფროსი. მე მყავს ძმა, რომელიც 11 წლის უმცროსია კიდე ჩემზე, ხო და ასე პირველ ძმასა და ჯვარიცელია ჩემ ახლა უმცროს ძმას 20 წელია სხვაობა. ანუ კიდე რო უყურებ, რამოდენად სიცოცხლის ის ჰქონდათ დედაჩემსა და მამაჩემს, რომ აი უნდა გაეგზელებინათ სიცოცხლე, გაეგზელებინათ გვარი. ხო და ასე რომ ყოველთვის ურთქელდებოდი მათ ორივეს, რომ წარმოვიდგინე, მე რომ მამა გავხდი, ხო, აი რას ნიშნავს უბედურება ოჯახში, რას ნიშნავს თუნდაც რომ შენი შვილი გაცივდება და სიცხე აქვს და როგორ წრიალებ და ხანდახან ისეთი ახალგაზრდა მამები ვიცი, რომლებიც თვითონ უფრო მეწრიალებენ და ესე იგი შავდღეში არიან, ვიდრე დედა უფრო კაცრად არაჩვენებს თავის ემოციებს და უფრო უვლის. სისხლის ასაღებად რო შეყავდათ ბავშვი ხოლმე, როცა დაჭირდებოდა. მე ვერ შევდიოდი, სულ მეუღლე შედიოდა, არ შემეძლო. რატო მაგარია მაგრამ შენ ახერხებ? კი, ნემსაც უკეთებ ხოლმე თუ ჭირდება ბავშვს. აგაში მაგარი ვარ, შემიძლია.